საქართველოში ჩამოვედი ტურნირებზე. ITF-ის ტურნირები იმართებოდა junior ჩოგბურთელებში. ჩამოვიყვანე 2 მოსწავლე და მიიღეს მონაწილეობა. რა დამხვდა და ძალიან კარგად ვიღავი განწყობილი და მინდოდა რომ ეს გამოცდილება მიიღოთ ჩემ მოსწავლეებს. ისინი ქართველები არიან, მაგრამ ნუ იქ მოღვაწეობენ. თელავში ქონდა 3 ტურნირი და ერთი იყო თბილისში. თელავის კორტები საკმაოდ მაღალ დონეზე არის გაკეთებული და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ნახე რომ კარგად იყო გაკეთებული და ჩოგბურთელებს შეეძლოთ რომ სრულფასოვნად ეასპარეზათ ამ კორტებზე და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ნიკას ვინც უვლიდა ამ კორტებზე გადაყოლილი იყო და ძალიან გამიხარდა ამის ნახვა. ტურნირებიც კარგად ჩატარდა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც რაც იყო მინდოდა რომ მენახა ქართველი ჩოგბურთელები, ბავშვები, ვინებიც ვარჯიშობენ და მენახა რა სჭირდებათ. მათ რომ რაიმე თუ შემიძლია რომ დავეხმარო და მგონია რომ შემიძლია დავხმარებოდი და ვფიქრობ რომ შევძრებ რაღაცებში დავეხმარო. იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სინახვაც მინდოდა ის არის რომ როგორ არიან განწყობილები ჩოგბურთის მიმართ, ძალიან უნდა ჩოგბურთის თამაში, ძალიან მონდომებულები არიან. Open mind აქვთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ბავშვები არიან და რა ვიცი მე ჩემი მოტივი აქ ჩამოსვლის იყო ის რომ რამენაირად დავხმარებოდი ქართულ ჩოგბურთელებს, junior ჩოგბურთელებს და იმედია გამომივა. აქ დავიწყე ჩოგბურთი 4 წლის ვიყავი დაახლოებით 5 წლის ხვდებოდი და მთელი ჩემი განვითარების პერიოდი აქ გავატარე 22 წლის წავედი ამერიკაში. მე როცა ვთამაშობდი ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ არ ვიცი იყვნენ თუ არა ადამიანები ვისაც უნდოდა და დიდი სურვილი ჰქონდათ რომ დამხმარებოდნენ, დავხმარებოდნენ ჩოგბურთელებს ვისაც გვინდოდა თამაში და ძალიან ბევრ სირთულეებთან იყო და კავშირებული და ძირითადი სირთულეები ქვეყნის განვითარებიდან გამომდინარე იყო ფინანსური მხარე, იმიტომ რომ ჩოგბურთს ძალიან დიდი ფინანსური დახმარება ჭირდება და ჩოგბურთელებს და ანუ ეს პრობლემა გქონდა. Ახლაც იგივე პრობლემა არის, იმიტომ რომ ქვეყნის განვითარებისგან გამომდინარე ალბათ და ეს ძალიან დიდ თანხებთან არის მართლა დაკავშირებული. ბევრი ძალიან კარგი ჩოგბურთელი არის, ფედერაცია ძალიან ეხმარება, სხვაჟოდ ეს ძალიან გამიხარდა რომ ესე უდგანან გვერდში, იმიტომ რომ ბევრ ნაკრებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ძალიან ჩართულები არიან და ქალბატონი ლალი და აკა ძალიან ჩართულები იყვნენ და ძალიან გამიხარდა ამის ნახვა, მაგრამ იგივე ის არის, დახმარება ჭირდებათ, იმიტომ რომ ყველას ვერ ეხმარებიან რაღაც გარკვეულ ადამიანებს, ჩოგბურთელებს ალბათ ესე არის და მინდა რომ მე რაც მე მაკლდა და არ მქონდა, ის იმით დავეხმარო რამენაირად ამ ბავშვებს. არის, იმიტომ რომ ანუ ფუფუნება არის, იმიტომ რომ მაღალი ხარჯები აქვს ამ სპორტს. ამერიკაში რომ თქვა რომ ეხა ძალიან ფუფუნებად ითვლება, არა, მაგრამ იქაც ნუ ძალიან პრესტიჟული არის, მაგრამ ქვეყნის ხარისხი ლეველიდან გამომდინარე, ეს უფრო ხელმისაწვდომი არის და რაც არის, რატომ თამაშობენ ძირითადად ბავშვები არის, რომ უნივერსიტეტში, კოლეჯში ეხმარება სწავლაში და ძირითადად მიზეზი ეს არის ხოლმე, რომ ძალიან ბევრ დროს უთმობენ ჩოგბურთს, იმიტომ რომ ამით იღებენ დაფინანსებას, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქართველოში ეს ცოტა რთული არის, იმიტომ როგორც თქვი, ანუ ყველას ანუ შეიძლება იყოს 20 კარგი ჩოგბურთელი და 20-ვეს რო იგივე ერთი და იგივე ხელშეწყობა ქონდეს, ძალიან რთულია და ოჯახებზე არის ძირითადად რა, ანუ ეხლა შეუძლებელია რომ ფედერაცია ყველას დაეხმაროს და ამიტომ მაინც კონკრეტულ ანუ რაღაც ისე არის, რომ რაღაც ჭირდებათ ყველას ოჯახიდან ფინანსური თუ ასე შემდეგ დახმარება და ალბათ ძალიან რთული იქნება რა. მე ხა ვმუშაობ და ვარ მთავარი მწვრთნელი Central Court Tennis Academy, რომელიც არის ძალიან დიდი აკადემია და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ამერიკაში. ორიენტირებულები არიან ჩოგბურთზე. ძალიან ბევრ დროს ვუთმობთ იმაში, ანუ გავაღზარდოთ ჩოგბურთელები და არაერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ყავთ junior ტურში. რაც შეეხება ჩემ თავს, პროფესიონალი ჩოგბურთის თავის დანებების შემდეგ მინდოდა რომ ყოფილიყავი მწვრთნელი, ეს ძალიან შეგნებულად მქონდა გადაწყვეტილი, იმიტომ რომ ჩოგბურთი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი თუ როგორც არის, უმნიშვნელოვანესი რაღაც არის ჩემ ცხოვრებაში. ამის გარეშე ვერ წარმომედგინა რა უნდა მეკეთებინა და ძალიან ისე ჩავერთე აქტიურად სამწვრთნელო კარიერაში. რთული იყო, ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ ქვეყნიდან საიდანაც ხარ, რომელიც ადამიანები მარტო იციან რომ არსებობს და მიდიხარ ახალგაზრდა რაღაც დიდ აკადემიაში და უნებრო გამარჯობათ, მე მოვედი და ეხლა უნდა
ვიყო ესე და ესე. ცოტა რთული არის ამ ყველაფრის დამტკიცება და ფეხის ადგმა, მაგრამ ეხლა აბიდგი ძალიან ბევრი შრომის შედეგად, მართლა ძალიან რთული იყო, მაგრამ საინტერესო, არ ბრძავშევცვლიდი ყველაფერს იგივეს დავტოვებდი ალბათ რაც გავიარე. ეხლა მთავარი მწვრთნელი, high performance tennis players და ბევრი პროგრამების მთავარი მწვრთნელი ვარ და runs უკეთებ ამ პროგრამებს. ყველაზე რთული ალბათ იმის დამტკიცება არის, იმიტომ რომ არავინ არ იცის ვინ ხარ, არავინ არ გიცნობს, ასე თუ ისე და ყველაზე რთული არის ეს ყველაფერი დაანახო ადამიანებს, შენი აზრი რაც გაქვს, როგორ წარმოგიდგენია ყველაფერი ეს მიაწოდოს სწორად და თანამშრომლობა, რომელიც ახლა უკვე მარტივად ხდება, მაგრამ მაშინ რთული იყო. ანუ ეს ძალიან დიდი კონკურენცია არის. ეს არის რაღაც არამქვეყნიური კონკურენცია არიან უმაღლესი დონის მწვრთნელები და შენ როცა ახალი დაწყებული გაქვს ეს ყველაფერი და გინდა რომ იყო არა რიგითი მწვრთნელი, ცდილობ რომ იყო რაღაც მაღალ საფეხურზე. ძალიან ბევრი შრომა იდება ამაში და ეს იყო ალბათ ყველაზე რთული, რომ აი ეს პირველი ნაბიჯები სწორად გადამედგა, ანუ მესწავლა რაღაც ეს ყველაფერი გამეკეთებინა, და ამავდროულად კარიერა, მეც ყველაფერი ერთად იყო და რა ვიცი, მე მგონი შევძელი. განსხვავებული არის, რასაც რაღაცებს შეიძლება ვეთანხმებოდე და რაღაცას არ ვეთანხმებოდე, მაგრამ იქ უფრო თავისუფლება გაქვს. მე ჩემი ხედვით ვასწავლი, ვაკეთებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მგონია რომ რაღაც, ანუ ეს მიქსი არის, ხო, რითაც მე გავიზარდე, რაც მე მომწონდა, ეს ყველაფერი უნდა შეკრიბო და მე იქნები შენ რაღაც განსხვავებული და განსაკუთრებული, ხო, ყველას ეს განსაკუთრებული რაღაც გვაქვს. უფრო ისე უდგებიან, ანუ უნდათ რომ სიამონება მიიღოს ბავშვმა, თავიდან არ დაისტრესოს, არ აძლევენ pressures, ანუ არ აწვევიან ძალიან რომ აი ესე უნდა მიაღწიო რაღაც. რა თქმა უნდა თხოვენ, მაგრამ ეს არ არის ხოლმე ძალიან ისეთი. მე მგონია რომ ეს ძალიან ისეთი დოზირებულად უნდა იყოს რა, რასაც მე ვაკეთებ და მგონია რომ კარგად მოქმედებს, ანუ აძლევ შესაძლებლობას რომ თავის მაქსიმუმი წარმოაჩინონ და ასე რომ არ დაისტრესონ ძალიან. ესე იზრდებიან, მაგრამ ასევე არის ის რომ ნდობა მწვრთნელის მიმართ, როცა ბავშვს გაბარებენ, არ ერევიან მშობლები დიდი რაოდენობით, ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ერევიან, ეს ყველაფერი გამონაკლისებით არსებობს, მაგრამ ძირითადად ძალიან დიდი ნდობა გაქვს რა, ანუ შენ უკეთებ ყველაფერს ორგანიზებას და ისინი გენდობიან ბოლომდე და მოგყვებიან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იქნებოდა აუცილებლად, იმიტომ რომ მგონია რომ ესეთ ანუ როგორც მე მინდოდა ჩოგბურთი და როგორ კარგადაც ვთამაშობდი, იქ არ აწყდები იგივე სირთულეებს, რასაც აქ, რასაც მე ვაწყდებოდი ყოველ შემთხვევაში, რომ არ გაქვს მოედანი, არ გაქვს არანაირი საშუალება რომ ივარჯიშო, ძალიან რთული არის რომ წახვიდე ტურნირებზე და იქ პირიქით არის, ანუ აკადემია, ეხლა ჩემი აკადემია მაგალითად, როცა ძალიან ნიჭიერ ჩოგბურთელს ნახულობ და ასე შემდეგ, ყველანაირ ხელშეწყობას ვცდილობთ რომ მივცეთ, იმიტომ რომ ამისთვის არსებობენ. ანუ რეალურად ჩვენ უნდა გავიგოთ რა არის აზრი, ხო? ანუ აზრი არის ის, რომ ეს აკადემია რაღაცები განსაკუთრებულ ბავშვებს უნდა ეხმარებოდნენ. ამერიკაში აუცილებლად სხვანაირად იქნებოდა, იმიტომ რომ ალბათ მე ვიქნებოდი ის, ვისაც დაეხმარებოდნენ. და ანუ რაც სპორტსმენს სჭირდება და ჯუნიორ ჩოგბურთელს, ანუ ახალგაზრდა ჩოგბურთელს ეს არის, ანუ ხელშეწყობა, სწორი ვარჯიში, მიცემა იმის, რაც სჭირდება და დანარჩენი ასზე არის დამოკიდებული რა და ალბათ იქ ვიქნებოდი, რაზეც ვოცნებობდი. სადაც ალბათ ჩემ მოსწავლეებს წავიყვან აუცილებლად. ბევრი რაღაც მინდა, მაგრამ მინდა რომ თუ მათ აქვს სურვილი რომ ამერიკაში ისწავლონ, ან ივარჯიშონ, რომ ყველანაირად გვერდში დაუდგე და ამაში დავეხმარო. ასევე თუ ამერიკაში არა და ევროპაში უნდათ რომ ასევე ვეცადო რომ დავეხმარო, იმიტომ რომ ეს კომუნიკაცია, კონტაქტები, რაღაც ბევრი რაღაც არის, რითაც ალბათ შევძრებ დახმარებას, მე ვეცდები ყოველ შემთხვევაში მაქსიმუმს. რაც შემზე არის დამოკიდებული, მე მზად ვარ, იმიტომ რომ ეს იყო, რაზეც მე ვოცნებობდი, როცა ჩოგბურთელი ვიყავი, რომ ვიღაცას გულწრფელად სდომებოდა დახმარება და ყველაფერი გაეკეთებინა ამისთვის. და მე ვცდილობ რომ იგივე გავაკეთო, რასაც მე ვინატრებდი, რა. მაგრამ კარგი იქნებოდა, რა თქმა უნდა, და ეს მინდა ზუსტად, რომ ეს ჩოგბურთელები, ბავშვები, რომლებიც ძალიან კარგად თამაშობენ, რომ იქ იყვნენ, სადაც მე ვიოცნებობდი, რომ ყოფილიყვნენ
მაგრამ ნუ ბასილაშვილი ხარ რითაც ალბათ ძალიან ესე ვამაყობთ, იმიტომ რომ იციან საქართველოს გაიცნეს ყოველთვის ძალიან საამაყო არის ესე და მე თვითონ ვამაყობ, იმიტომ რომ როცა თამაშობს იციან რომ აი ზუსტად იმ ქვეყნიდან საიდან შენ ხარ და ეს ყველა ადამიანს ნებისმიერი თითოეული ინდივიდის წარმატება ქართველი ადამიანის აი ძალიან საამაყო არის, იმიტომ რომ ამ პატარა ქვეყნიდან როცა რაღაც მიზერულს მაინც აკეთებ შენ საქმეში თუ არ აქვს მნიშვნელობა და ეს კარგი რაღაც არის, რა ვიცი, ძალიან სასიხარულო არის.